სახიობები, რიგითი მოქალაქე პატრიოტები, აი თავისი ქვეყნის პატრიოტები ჩაყარეს ციხეში, ყველა მისის არაფრის გამოსხედან, ბიჭო, ქოცობა რატოა? დავადოთ თუ ერთ კაცს არისო ქართული ოცნების პარლამენტიდან, აი მაგრამ წდება გული. სპორტსმენები რო არ, ღამეები გვითენებია რომ მაგათმა რომ რაღაცა მედალი აიღეს, საქართველოს ასახელეს, რამაგრები არიან, ბიჭო, გვიტირია, ცრემლი წამოგსვლია მაგათ გამარჯვებაზე. მაგრამ ბიჭო, 18-19 წლის ბიჭები რო ციხეში არიან, ჩაყრილები. შენ ამაზე როგორი უტრაკო უნდა იყო, რომ ერთი სიტყვა არა თქვა, რომ ხალხო ეს არ არის სწორი რა. ახალგაზრდა ბიჭებს ძმო, თავპირს რო ალეწავდნენ, აწამებდნენ ქუჩაში. ეს მარბიელი ტიპები, ნიღბიანი სასტავი. თუ კაცი გქვია, ერთი წინადადება, როგორ არ უნდა თქვა, გას რო უგდებ, ნაცებს, ნაბექს, პოლიციის მანქანაში გუდავ, აწამებ, არა ადამიანურად, არა ქრისტიანულად, არა კაცურად ექცევი. ერთი სიტყვა რა გახდა და მე ისა რა ქვია ლაშა ამაც ძმაო კაცობაზე ქართველობაზე აქვს პრეტენზია და გეტყვი აქით აქვს პროპაგანდა რომ იცი რა ძმაო ქართველობას ვინ რა ქართველობას ბიჭო ქართველობის წარსულო არ არის რადგან ვილაპარაკ თავზე ახტუნა ირტუნავეს აგერ ბავშვები ციხეში ეგერ ხალხი ნაწამები ამას რო არ ამბობს ის კაცი ადამიანი რა ის ჩემ თვალში კაცი არ არის ძმაო